მოგესალმებით. დღეს კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი მოგიტანეთ, რომელიც მზადდება ქათმის კუჭებისგან, არის მარტივიც, სწრაფიც და ბიუჯეტურიც. მაშ ასე, ავიღე 500 გრამი ქათმის კუჭები, რომელიც აუცილებლად გავასუფთავოთ და დავჭრათ ჩვენთვის სასურველ ნაჭრებად. დავასხათ წყალი და ხარშვის პროცესში მოვხადოთ ქაფი. შემდეგ პირველი ნახარში გადავყვაროთ და კვლავ დავასხათ წყალი, რომლის შემდეგ ისევ გავასუფთავოთ ქაფისგან და ვხარშოთ სრულ მზაობამდე. როცა ქათმის კუჭები მოიხარშება, გადავუღვაროთ ნახარში ბულიონი და დავაყაროთ 1 დიდი თავი ხახვი და კარგად ვშუშოთ კარაქში ან სეთში. როცა ხახვი კარგად ჩაიშუშება, დავამატოთ 2 კბილი დაჭრილი ნიორი. აქვე დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატპასტა და 1 ჩაის კოვზი მეგრული აჯიკა, რომლის რეცეპტიც ასევე შინაურულზეა. თუ არა, მაშინ შეგიძლიათ დავამატო უცხოსუნელი, ქინძი და წიწაკა. ხარშვის შემდეგ გადაწურულ ბულიონში ჩავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი და კარგად ავურიოთ ფქვილის სრულ გახსნამდე. შემდეგ კი დავამატოთ ეს მასა ჩვენს მოშუშულ პომიდორიან ქათმის კუჭებში და კარგად ავურიოთ, რომ ფქვილიანი ბულიონი კარგად აერიოს ქათმის კუჭებში და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დავამატოთ მარილი გემოვნებით და განვაგრძოთ მოშუშვა. აქვე ჩავამატოთ 2 ცალი კიტრის მწნილი დაჭრილი პატარა ნაჭრებად, თუმცა შეგიძლიათ არც დაამატოთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ კიტრის მწნილი ძალიან უხდება. შემდეგ კიდევ ცოტა ხნით მოვშუშოთ მშავე კიტრთან ერთად და დავამატოთ მწვანე ლეული. მე დავამატე ოხრახუში, თუმცა შეგიძლიათ დაამატოთ ქინძიც და 5 წუთის შემდეგ კერძი უკვე მზად არის. გავაკეთოთ სერვირება და გემრიელად მივირთვათ. ამ ძალიან მარტივ კერძს უხდება ასევე გარნირები, თუმცა მე ძალიან მიყვარს ცხელ თონის პურთან ერთად. შემდეგ სერვირების პროცესშიც შეგვიძლიათ მოვთოთ მწვანე ლეულით. შინაურულზე არის უამრავი კერძის რეცეპტი, მათ შორის ტრადიციული ქართული სამზარეულოდან. სპეციალურ ალბომში კერძები ნახეთ და აარჩიეთ თქვენთვის სასურველი. დღეს ამით გემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა, რომ გვიყურეთ მომავალ რეცეპტამდე.